კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის გულიკო ქოროღლიშვილის განმარტებით, ამ დრომდე საგანს მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სწავლობდნენ. ბავშვმა უნდა შესძლოს ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას. და ეს პროდუქტი ციფრული ბავშვები ძირითადად საბაზო საფეხურზე ქმნიან. ეს არის სხვადასხვა კომპლექსური დავალებები, ეს არის პროექტებზე მუშაობა, აქ არის პრეზენტაციების მომზადება, სხვადასხვა კლიპების შექმნა, პოსტერების და ამ უნარების გარეშე ბავშვებს ძალიან გაუჭირდება. მე ძალიან მივესალმები, რომ ბავშვები მე-10 კლასის ჩათვლით ის გააგრძელებენ, უფრო გაიღრმავებენ. პრინციპში სტანდარტი დარჩა ის, მაგრამ დროში უფრო გაიწელა, მეტი დრო მიეცა ბავშვებისთვის და ვთვლი, რომ ეს ხელს შეუწყობს, რომ ბავშვები გავიდნენ სტანდარტზე. მერე ეს გამოადგება აუცილებლად უმაღლეს სასწავლებლებში და ყველა ნაბიჯზე გინდათ სახში ახლა ტექნიკა უკვე ყველას აქვს, უნდა კონდეს უყოლას ეს უნარი სამსახურებში მერე და საერთოდ სივებს რო ამსებენ ბავშვები, აუცილებლად არის კითხვა, ფლობენ თუ შეუძლიათ თუ არა მუშაობა ინტერნეტში და რა პროგრამებს ფლობენ ბავშვები. ანუ ეს ძალიან ხელს უწყობს მომავალ კეთილდღეობისათვისაც ბავშვებს და ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია.